ერთ მაღაზიაში სამი გამყიდველი მუშაობდა: მარო, მარგარიტა და გერონტი. მაღაზიაში რიგი იდგა. ერთ დღეს მაღაზიაში პატარა გოგონა შემოვიდა. გოგონა იყო სიფრიფანა, ქერათმით, მარცხენა ხელში ნაჭრ ჩანთა ეჭირა, მარჯვენაში ფული და ტალონი. გოგონა გერონტის დახლთან მივიდა, წინ მოხუცი ქალი იდგა. გერონტი ფასი არასწორად დაუთვალა ქალს. გოგონამ შვიდად უთხრა: არა, 2 მაინთი და 61 კაპიკია. გერონტიმ თავიდან გადაითვალა და მიხვდა, რომ გოგონა მართალი იყო. ეს ყველამ გაიგო და გერონტი დაიბნა. გოგონამ თავისი პროდუქტები იყიდა. მან ზუსტად უთხრა გერონტის, რამდენი გრამი სჭირდებოდა და რამდენი უნდა გადაეხადა. გერონტი ძლივს ასწრებდა გოგონასთვის ნივთების აწონვას და ნერვიულობდა. გოგონა კი მშვიდად და ზუსტად ლაპარაკობდა. იმ დღის შემდეგ გოგონა ხშირად მოდიოდა მაღაზიაში. ყოველ ჯერზე ზუსტად ითვლიდა და გერონტის არ აძლევდა შეცდომის დაშვების საშუალებას. მარო და მარგარიტა სიცილით უყურებდნენ. გერონტი კი ღელავდა, რადგან გოგონა ყოველთვის მართალი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ გოგონა აღარ გამოჩენილა. გერონტი ცოტა დამშვიდდა, უფრო კეთილი და მოწესრიგებული გახდა. ერთ თოვლიან დღეს გოგონა ისევ მოვიდა. თბილად ეცვა, ულამაზესი ღიმილი ჰქონდა. მან გერონტი მოიკითხა, როგორ ბრძანდებით. გერონტიმ გაუღიმა, ძალიან გაუხარდა მისი დანახვა. გოგონამ უთხრა, რომ ავად იყო, ამიტომ ვერ მოდიოდა. ამ დღიდან გერონტი და მირანდუხტ მეგობრები გახდნენ. მირანდუხტ ძალიან ჭკვიანი და თავაზიანი გოგონა იყო. გერონტიმ თქვა, რომ მასთან შეხვედრებმა თავისი შვილების ნაკლოვანებებიც დაანახა. მირანდუხტმა შეცვალა გერონტის დამოკიდებულება. ის უფრო მეგობრული და ყურადღებიანი გახდა.